ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების პარგლებში სექტემბრიდან ქართული ნაწარმის ექსპორტიორები ევროკავშირის ქვეყნებში საბაჟო გადასახადებისაგან თავისუფლდებიან. თუმცა ამ შეღავათით სარგებლობისათვის ჩვენმა ქვეყანამ უმოკლეს ვადაში უნდა შეძლოს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, რასაც დიდი ფინანსური და ინტელექტუალურ რესურსთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებიც ესაჭიროება. ევროპულ ბაზარზე პროდუქციის გასატანად საჭირო კონსულტაციას ბიზნესმენებს აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში უწევენ. თემურ ბერიძე სამეწარმეო საქმიანობას დაახლოებით 2 წელია ეწევა. მას უკრაინიდან საქონლისა და ფრინველის კომბინირებული საკვები შემოაქვს. თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის გახსნის შემდეგ იგი პროდუქციის წარმოებას თავად გეგმავს. იმედოვნებს, რომ საკუთარ ფერმას გახსნის და ევროპულ ქვეყნებში ნაწარმის რეალიზება შეეცდება. ეს საკვები, როგორც ასე ვთქვათ, იყო ექსპერიმენტის, რომელიც შევისწავლეთ საქართველოს ბაზარი. ძალიან კარგი აღმოჩნდა ფერმერებისათვის, ამიტომ ჩვენ აუცილებლად მომავლისთვის ვფიქრობთ უკრაინელ კომპანიებთან ერთად გავაკეთოთ ქარხანა პროდუქცია იწარმოებს ადგილზე. საქართველოში წარმოებული ანდა გაზრდილი ცხოველი ფრინველი ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს დანარჩენ სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით და მე მგონია გავალთ აუცილებლად ევროპის ბაზარზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აჭარაში ვიზიტისას ხაზი იმ ვალდებულებებს გაუსვა, რომელთა შესრულებასაც ადგილობრივების საჭირო ინფრასტრუქტურისა და სპეციალისტების გარეშე თავს ვერ გაართმევენ. მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ამ მხრივ ხანგრძლივი მუშაობა მოუწევს. ეს რეფორმები ხორციელდება დაწყებულია როგორც მოლაპარაკების პროცესში და გაგრძელდება მათი იმპლემენტაცია მომავალ წლების განმავლობაში. ეს არ მოხდება რა თქმა უნდა ერთ დღეს, პროცესი არის ეტაპობრივი და გათვალისწინებულია შესაბამისად ევროპულ ნორმებზე და სტანდარტებზე გადასვლა ეტაპობრივად იმისათვის რომ არ მოხდეს თქვათ ერთიანი ვალდებულებების დაკისრება ბიზნესისთვის. ევროპულ ბაზარზე პროდუქციის გასატანად საჭირო კონსულტაციას ბიზნესმენებს აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში უწევენ. იქ აცხადებენ, რომ ამას მხოლოდ ისინი მოახერხებენ, ვისაც კვალიფიციური კადრები, თანამედროვე ტექნოლოგიები, უცხოელი ბიზნეს პარტნიორის ინტერნეტის საშუალებით მოძიების და მათი დაინტერესების უნარი აღმოაჩნდება. მელორ მშვიდობაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სერტიფიცირებისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნაც. კონსულტაცია თავისთავად, მაგრამ ჩვენი ადამიანებს ახლა მაინდა-მაინც არ უყვარს საჭიროა სასწავლიან. ენის ბარიერი, ქვეყნის ცოდნა, ინტერნეტის. ახლა მეც უნდა თუ ინტერნეტში თან ესე ვთქვათ თქვენობით ხართ, მაშინ ცოტა პრობლემა არის. თუმცა რომ შენ ვერ მოიძიებ თანამედროვე ტექნოლოგიებს. თანამედროვე ტექნოლოგიები არის საშუალება იმისა, რომ პროდუქცია იყოს საიმედო, იყოს მიმზიდველი, იყოს ესე ვთქვათ, კარგი შეფუთვით, იყოს ეფექტური, ნაკლები ელექტროენერგიის დანახარჯით და ასე შემდეგ და ნაკლები შრომატოვადობით და ასე შემდეგ. აი თქვენ ამნაირი პროდუქცია ჩვენ მოსყოლოს ვერ შეარჩევთ. ყველაფერზე სხვის იმედით ვერ იქნებით. თემურ ბერიძეს იმედი აქვს, რომ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ საკუთარი პროდუქციის ევროპაში გატანას მოახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან ქართული ნაწარმი ევროკავშირის ქვეყნებში საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლდება, მეწარმეებმა დღემდე არ იციან, როგორ უნდა დააინტერესონ ევროპული ბაზარი საკუთარი პროდუქციით.